მიჯაჭვულობის თეორია ამტკიცებს, რომ ძლიერი ემოციური კავშირი ერთ მუდმივ მზრუნველ ადამიანთან ჩვენი ცხოვრების პირველი წლების განმავლობაში ჩვენი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ჩვენი კავშირი ძლიერია და დაცულად ვართ მიჯაჭვული, მაშინ სამყაროს აღმოჩენას უსაფრთხოდ მიგვაჩნია. ვიცით, რომ გვაქვს უსაფრთხო ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია დაუბრუნდეთ. თუ ჩვენი კავშირი სუსტია, ჩვენ არასაიმედო მიჯაჭვულობა გვაქვს. ჩვენ გვეშინია სადმე წასვლისა და ამ სახიფათო გარეგნობის სამყაროს აღმოჩენის, რადგან დარწმუნებული არ ვართ, რომ უკან დაბრუნება შეგვიძლია. ხალხი, რომელიც დაცულადაა მიჯაჭვული, მეტად განიცდიან ნდობას და ამყარებენ კავშირს გარშემო მყოფებთან, რის შედეგადაც ცხოვრებაში უფრო წარმატებულები არიან. სუსტად მიჯაჭვული ხალხი არასწორ ადამიანებს ენდობა ხოლმე. აკლია სოციალური უნარები და ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც პრობლემები აქვთ. დაცული მიჯაჭვულობის ერთი ტიპი არსებობს, ხოლო სუსტ მიჯაჭვულობას სამი ტიპი აქვს. მშფოთვარე, ამბივალენტური, მშფოთვარე ამრიდებელი და მშფოთვარე არაორგანიზებული. სტრესს პირველი სამი ორგანიზებულად უმკლავდება. მეოთხე კი არეულობაშია. თეორიის უკეთ გასაგებად მოდით დავაკვირდეთ მისტერ და მისის სმიტებს, ვისაც 4 შვილი ჰყავთ. ლუკა, ანა, ჯო და ემი. სმიტები მოსიყვარულე მშობლები არიან. ისინი ბავშვებს ეფერებიან, თვალებში უყურებენ, თბილად საუბრობენ და შვილებს ყოველთვის მხარში უდგანან. თუმცაღა ერთ დღეს მისტერ სმიტი ავადდება და იღუპება. ახლა მისის სმიტისთვის ცხოვრება ძალიან გართულდა. მთელი დღე მუშაობს და ამავდროულად შვილებზე ზრუნვასაც ცდილობს. რაც შეუძლებელი ამოცანაა. 6 წლის ასაკში მყოფი ლუკას ტვინი მეტწილად განვითარებულია. მას ძლიერი ბუნება და სამყაროზე გარკვეული წარმოდგენა გააჩნია. შექმნილ სიტუაციას მასზე დიდად არ უმოქმედია. მან იცის, რომ დედა მაინც სულ მის გვერდით იქნება და დაცულ მიჯაჭვულობას გრძნობს. მოგვიანებით ის ხდება საიმედო და ოპტიმისტი ახალგაზრდა მამაკაცი, საკუთარი თავის აღქმაც პოზიტიური აქვს. 3 წლის ანას სახელმწირ ყურადღებასთან შეგვება უჭირს და მისთვის დედა ახლა არაპროგნოზირებადია. განიცდის მათ ახალ ურთიერთობას და შედეგად მართლად მიჯაჭვული ხდება. დედის ყურადღების მისაქცევად მას უწევს იყოს ემოციური და იყვიროს. როცა დედა როგორც იქნა რეაგირებს მოსალოდნელი ქცევით. თავად ანა ამბივალენტურად რეაგირებს და თავის ნამდვილ გრძნობებს არ გამოხატავს. მოგვიანებით გარშემო მყოფები ჩათვლიან, რომ ანა არაპროგნოზირებადი ან უხასიათოა. მისი თვითახქმაც არ იქნება სრულად პოზიტიური და მისი მიჯაჭვულობის სტილია მშფოთვარე ამბივალენტური. 2 წლის ჯო დღეებს ბიძასთან ერთად ატარებს. ვისაც იგი უყვარს, თუმცა ჰგონია, რომ კარგი აღზრდა ნიშნავს იყო მკაცრი. თუ პატარა ჯო ზედმეტად გამოხატავს ემოციებს ან ზედმეტად ხმაურიანია, ბიძამისი ბრაზობს და ზოგჯერ სჯის მას. ეს ჯოს აშინებს და იგი სწავლობს, რომ შიშის თავიდან ასაცილებლად მან უნდა აირიდოს გრძნობების გამოხატვა. სხვა სიტუაციებშიც კი. ზრდასრულობაშიც კი, იგი ამ სტრატეგიით ხელმძღვანელობს და ურთიერთობებში ჩაბმის პრობლემა აქვს. მისი თვითახქმა მეტად ნეგატიურია, მისი მიჯაჭვულობის ტიპი კი მშფოთვარე ამრიდებელია. ემი, ვინც ჯერ მხოლოდ 1 წლისაა, საბავშვო ბაღში გაგზავნეს, სადაც თანამშრომლები მსუბუქად გადამზადებულები არიან. ასევე გადაღლილები და ხშირად დასტრესილებიც. ზოგი მათგანი მოძალადეც კია. ემი შფოთავს იმ ადამიანების დანახვისას, ვისგანაც დაცულობას უნდა იღებდეს. აქედან გამომდინარე მასში გაძლიერებულია კონფლიქტი წარმოდგენებზე სიყვარულისა და დაცულობის შესახებ. გამოსავლის გარეშე გაბატონებული შიშის თავიდან ასაცილებლად ემი თავიდან ირიდებს ნებისმიერ სოციალურ სიტუაციას და ზრდასრულობაში ჰგონია, რომ სიყვარულს არ იმსახურებს. მისი თვითახქმა ძალიან ნეგატიურია. ემის მიჯაჭვულობის ტიპია მშფოთვარე არაორგანიზებული. ჩვენი მიჯაჭვულობის ტიპი ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება მაშინ, როდესაც საკუთარ შფოთვებზე სასაუბროდ ზედმეტად პატარები ვართ და ამის გამო მაღალი დონის სტრესის განცდა გვიწევს. შედეგად ჩვენი ადრენალინის ჯირკვალი, ანუ თირკმლსა და ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს. რაც სტრესის ჰორმონია და კორტიზოლს მასთან ერთად. შედეგად იზრდება გულისცემა, იმატებს სისხლის მიმოქცევა და სხეულში განგაშს განვიცდით. ამ მდგომარეობის ხშირ განმეორებას მომწამლავი სტრესი ეწოდება, რადგანაც იგი ხელს უშლის ბავშვის ტვინის განვითარებას და ასუსტებს იმუნურ სისტემას. ჩანასახსა თუ ძალიან პატარა ასაკში მომწამლავ სტრესს გენეტიკის შეცვლაც კი შეუძლია, რაც მოგვიანებით ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება.
უცნაური სიტუაციების წარმოქმნით ჩვენ ადრეულ ასაკშივე შეგვიძლია მიჯაჭვულობის ტიპის დადგენა, 1 წლის ასაკშიც კი. ამისათვის ბავშვს საშუალებას ვაძლევთ რამდენიმე წუთის განმავლობაში ითამაშოს ოთახში ჯერ დედასთან ერთად. შემდეგ კი მარტომ. აქ მთავარი მომენტი დედის უკან დაბრუნებაა. დაცულად მიჯაჭვული შვილები ჩვეულებრივ ჯერ დედას ეხუტებიან, მშვიდდებიან და შემდეგ თამაშს უბრუნდებიან. დაუცველად მიჯაჭვული ბავშვები კომპლექსურები და ამდიდებლები არიან. ზოგი მართგანი ტირილს ვერ წყვეტს. ხან კი თამაშსაც არ უბრუნდებიან. ჩვენი ცხოვრების პირველ წლებში მიჯაჭვულობის ხანგრძლივი ეფექტები კარგად არის გამოკვლეული. კვლევების გამოყენებით მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებს ჯერ კიდევ 3 წლის ბავშვისთვის შეეძლოთ ეწინასწარმეთ ყველათ იგი სკოლას დაასრულებდა თუ მიატოვებდა და შედეგების 77% შემთხვევაში ამართლებდა მოლოდინებს. სხვა კვლევაში ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოკითხეს თუ რამდენად ახლოს გრძნობდნენ თავს მშობლებთან. 35 წლის შემდეგ ისინი კვლავ გამოკითხეს, ამჯერად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 91%-ში მოპასუხეებს, რომელთაც მშობლებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის იყო კორონალური არტერიის დაავადება, ჰიპოტენზია და ალკოჰოლიზმი, ხოლო მათგან, ვისაც დედასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ 45%-ს აღენიშნებოდა. ამას გარდა არსებობს სხვა მიზეზებიც, თუ რატომ იმსახურებს ცხოვრების პირველი წლები განსაკუთრებულ ყურადღებას. ამ დროს საფუძველი ეკრება სამომავლო ქცევას. ბავშვი, რომელიც 2 წლის ასაკში თავს უსაფრთხოდ მიჯაჭვულად გრძნობს, ბაღშივე ახერხებს მეგობრების გაჩენას. მათი მსოფლმხედველობა ყოველი ინტერაქციით მყარდება და თან ოპტიმისტებად ყალიბდებიან. აქედან გამომდინარე მათ სკოლაშიც შეუძლიათ მეგობრების გაჩენა, შემდეგ სასწავლებელსა და უფრო მოგვიანებით სამსახურშიც, ვინც ნაკლებად უსაფრთხო მიჯაჭვულობას განიცდის, ამ შესაძლებლობებს გამოაკლდება ხოლმე. პიონერმა მიჯაჭვულობის თეორიაში და ფსიქოლოგმა, ჯონ ბოულბიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ რაზეც ვერ ვსაუბრობთ დედასთან, იმაზე ვერც საკუთარ თავთან ვისაუბრებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც დაუცველადაა მიჯაჭვული, საკუთარ თავსაც შესაძლოა ვერ გაუგოს და იმის გასაგებად, თუ რას გრძნობს და ვინ არის, შესაძლოა დროში უკან მოუწიოს დაბრუნება. ვიდეოს ტექსტი თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და გაახმოვანა Microsoft-ის ამეტყველებელმა.